Რომ ვსაუბრობ დისციპლინაზე, რომ ვსაუბრობთ რაღაცა ყურადღებით ყოფნაზე და იმ ბოლომდე დახარჯვაზე, ხო? ეგ არ ითვალისწინებს იმას, რომ მინდორზე რომ შემოდიხარ, კარგი ბიჭი იყო და რას ნიშნავს ახლა ეს? კარგი ბიჭი უნდა იყოს მინდორის გარეთ. ყველა საკითხში, საერთოდ არ განიხილავ, დიდები ხართ და აღარ არის ამაზე საუბარი, მაგრამ აქ რომ შემოდიხარ მინდორზე და რაღაცა ელემენტარული რო გაქვს გასაკეთებელი, ხო? იქ შემორჩა. სხვანაირად უნდა გადაკვნა იყო ეშმაკი, უნდა იყო ისეთი გადაწყვეტილებების მატარებელი, რომელზეც შეიძლება მოწინააღმდეგე არ იფიქროს. აი მაგალითად ეხა გუჯას ეს ბურთი ხო უნდა, ფეხბურთს ხო თამაშობ, ეს ბურთი ხო გინდა. ლუკას თამაშობს, ეს ბურთი ხო გინდა. შესაბამისად ეს ბურთი შენც რო გინდა და შენც რო გინდა და ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ხართ, რა უნდა ქნათ ამისთვის? გარდა ბრძოლის შემოდის ყველა ის ეშმაკური ხერხი, რომელსაც ეწოდება ცუდი ბიჭობა მინდორს. შენ თუ არ ხარ ცოტა ნაგლი, შენ თუ არ ხარ ცოტა ხისტი და ამისთვის მხოლოდ პირდაპირ არ იბრძოლე და ცოტა გონებრივად არ დააყოლე. სხვა შემთხვევაში გავიგე კაც ყველა კაი ოჯახის შვილები ხარ და ყველა კაი ბავშვები ხართ, გენაცვალეთ გულში. გავიგეთ, ვისწავლეთ, გამოვიყენეთ. თამაშებს უყურებ ხოლმე და ვგიჟდები. ერთ-ორ მომენტში აღარ ვიტყვი რომელი იყავით, მოდი და შეგვიგდე გოლი. აი ერთი ეს არ გავიკეთებია. ხო და რაღაც ცოტა სისხლი უნდა ავადუღოთ, რომ სადღაც ნერვი მოგვეშალოს. რა ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიზანმიმართული, უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენს გონებაში, რომ ზოგჯერ ტემპერამენტი და გაბრაზება და ეს სიხისტე გადაგვდის ხოლმე სულელურ გადაწყვეტილებებში. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მთელი ჩემი აზროვნებით, რომ მე აი აქ დღეს ალექსას ფეხს შევუყობ ხისტა დავართვე, მაგრამ თუ გაუბრალდი შეიძლება ფეხი ბურზე კი არ შევყავიღო და ამოვცხო და ტრავმა და მეწითელი. აი ეს ყველაფერი არ გასამიჯნა. აქ ერთვება ხოლმე ჩვენი ნერვები, რომელიც ყოველგვარზე უნდა ვაკონტროლოთ. რაღაცას რო ვერაკეთებ, ზოგადად მან ყველაზე კარგად მან მუშავდება ნერვები. რაღაცას რო ვერაკეთებ და ნერვები გეშლება. წნარდები ღრმად სუნთქოს იწყებ და ხელახლა უდგები. იმეორებ 10 ჯერ, 1000 ერთხელ, 2000 ჯერ იქამდე სანამ არ გაკეთებ.